თვითმმართველობის კოდექს დღეს ექსპერტებს გააცნობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. შეხვედრა შერატონ მეტეხი პალაშია დაგეგმილი და მაშინ მინისტრი, ექსპერტები და თვითმმართველობის რეფორმაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ახალი კოდექსი ევროპული ტიპის საზოგადოებაზე ორიენტირებულ თვითმმართველობის სისტემას გვთავაზობს. ის საქართველოს მთავრობამ 30 ოქტომბერს დაამტკიცა. ვახლოვდებით ევროპულ ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემას და ეს შესაბამისობაშია თვითმმართველობის შესახებ ევროპულ ქარტიასთან, რომლის მიხედვითაც დღეს არსებულ მსხვილ მუნიციპალიტეტებში ქალაქები ცალკე გამოიყოფა როგორც თვითმმართველი ერთეულები, ხოლო სასოფლო ტიპის დასახლებებში შეიქმნება თვითმმართველი თემები, სადაც ასევე გამგებლები, ისევე როგორც ქალაქებში მერები იქნება არჩევითი. ხდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის ზრდა, თვითმმართველებს ეზრდება და დაფინანსება, თვითმმართველებს ეზრდებათ ფუნქციები. თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით ძირითადი ადგილობრივი საკითხები, რომელიც ეხება კეთილმოწყობას, დასუფთავებას, ადგილობრივ ინფრასტრუქტურას, ყველაფერი ეტაპობრივად გადავა თვითმმართველობის კომპეტენციაში.